კი ბატონო. ისე დავბრუნდით ჩვენი ლამაზი სამზარეულოდან. საიდანაც დღეს შემოგთავაზებთ ძალიან მარტივს, ასევე კერძს და მზე მართალია ჩვენ თბილისშიც ანათებს, მაგრამ ისეთი რომ მზის ხივები შემოვიტანოთ, უკვე გოგრის სეზონია. მზის ხივები მინდა. გოგრის სეზონია და არ უნდა გამოვტოვოთ და ვფიქრობ, რომ გამოვიყენოთ. ავიყვანოთ სამზარეულოში. კი, მალევე ნამდვილად და სტუდიაში ამ სეზონზეც წარმოდგენილია გუდვილის სტენდი, რომელზეც განთავსებულია გუდვილის 3 ექსკლუზიური ბრენდი. თქვენ იცნობთ ამ ბრენდებს პირდაპირ იტალიიდან, კოპი, დიმარტინო და ფარკიონე ჩვენი სამზარეულოს განუყრელი მეგობრები არიან, რადგანაც ტრადიციულად ვიყენებთ ამ პროდუქციას იმისთვის, რომ პრინციპში კერძი რომ გამოვიდეს გემრიელი, სჭირდება კარგი პროდუქცია, ხარისხიანი. შემდეგ უკვე დანარჩენი ესე ხელის მოძრაობის ამბავია მხოლოდ. პირველ ეტაპზე მოგიყვებით რას ვამზადებთ, ესე გოგრა გავასუფთავეთ და კიდე ცოტა უფრო მეტი ამოვჭერი, რათა უფრო მეტად მოვათავსო მერე შემდეგ გულსართი და გულსართისთვის ვამზადებთ ფარშს, ცოტას მოვწალავთ ტაფაზე, ზეითუნის ზეთში, ასევე გვაქვს კილის სიმინდი და ასევე რა თქმა უნდა ეს არის კოპის იტალიური ბრენდის სიმინდი, რომელსაც დაახლოებით 5-10 წუთი აეროგრილში ან პირდაპირ შეგვიძლია ტაფაზე ან ღუმელში, ცოტა ისე ვთქვათ, შევბრაწავთ. შევაპიწყინებთ. კი, შევაპიწყინებთ, ოდნავ პაპრიკას დავუმატებთ და ცოტა ზეითუნის ზეთსაც. ასევე ეს გულსართის ნაწილია, ლიკა? კი, ასევე მოვხარშავთ კინოას, ეს არის ჩვეულებრივად ოდნავ წყალი გავავლეთ და ცოტა წყალს დავამატებთ და მოვხარშავთ იმისთვის, რომ დავამატოთ შემდეგ გულსართს. ასევე დაგვჭირდება ნიგოზი, ცოტა დაგვჭირდება ბულგარული წიწაკა და დაგვჭირდება მწვანილები. ზემოდან რა თქმა უნდა, სასურველია რომ ყველი მოვახეხოთ, ან შეგვიძლია ეს ნაწილი გამოვტოვოთ და აქვე მინდა რომ მოგიყვეთ გუდვილის ბრენდზე, რაკარგიაზე, რომელიც გვთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს. ახლახანს დაემართა ბრინჯის ხაზი, მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც გითხარით, ჩიას მარცვლები, კინოა, სწორედ აი ამ კინოას ვიყენებ დღეს და ამიტომ მინდოდა ამის მოყოლა. და რა თქმა უნდა, ბრინჯი არის სხვათა შორის მრავალფეროვანი არის ბრინჯიც, რომელიც სხვადასხვა კერძებისთვის გვჭირდება და შესაბამისად აქვე რაკარგიას მარილსაც მოვაყრით და ასე ხო მოვხარშავთ. ლიკა, მგონია რომ ხორცი გოგრის შიგთავსად პირველად უნდა დავაგემოვნო. ეს ესეთი აპრობირებული რეცეპტია თუ ეს შენი ინტერპრეტაცია რაღაც. ძირითადად გოგრის გულსართი მე ყოველ შემთხვევაში შეება ჩვენს მაყურებელს ზოგადად ტკბილი წარმოგვიდგენია, ხო? არა, ხორცთან ერთად გოგრის გამოცხობა ძალიან აპრობირებულია და ხშირია. თუმცა ნუ ესეთი სახით რომ ხა მაინც და მაინც გოგრაში იყოს მოთავსებული, ამდენად ხშირი არ არის და ეს უბრალოდ ისეთი ფორმა არის, როდესაც გვინდა რომ ცოტა გავაკვირვოთ ჩვენი ოჯახის წევრები, ან თუნდაც ჩვენთვის რაღაცნაირი ესეთი უფრო საზეიმო განწყობა შევიქმნათ, მაშინ ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ მოვათავსოთ პირდაპირ გოგრაში. ამისთვის გოგრას, რა თქმა უნდა, წინასწარ ერთი, რა თქმა უნდა, გოგრის მოცულობასაც გააჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ 20 წუთი, 15 წუთი საკმარისი იქნება და აეროგრილში მასაც ცოტა წინასწარ შევამზადებ, ამისთვის, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი უნდა წავუსვათ. და ასევე გავუშვათ აეროგრილში. ზეითუნის რომ მოიბრაწოს? კი, რომ მოიბრაწოს უფრო თანაბრად, უფრო დარბილდეს და ასე შემდეგ. შემდეგ. გემოსთვის თუ ვიზუალისტვის გჭირდება? გემოსთვისაც. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს. გემოსთვისაც და ვიზუალისტვისაც, ანუ თან უფრო გაახურებს ზეთი და კიდე უფრო ღრმად ჩავა ეს. იცოდი არჩენ და არც მე. სიმხურველი. ლიკა, ძალიან უცნაური კომბინაცია. ეს რა ქვია ამას სიმინდის გამზადებული კონსერვირებული სიმინდი, ხორცი და ნიგოზი კიდე პლუს და ბულგარული წიწაკა. ხო, რაღაც უცნაური გემოების ნაზავი გამოდის. საითკენ მიდის ამათი გემო? ეს დაუშვათ უფრო სამხრეთ ამერიკული რეცეპტორებზე მორგებულია თუ? იცი რა არის, სულ ვამბობ, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ სიმინდს ჩვენ სამზარეულოში, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი არჩევანია, ხო. თუმცა ვფიქრობ, რომ რატომაც არ შეიძლება იყოს ქართული, იმიტომ რომ მართლა სიმინდის უდიდესი ტრადიცია გვაქვს, უბრალოდ არ ვიყენებთ ასე ყოველდღიურად და ხო, მართალი ხართ იქ უფრო აი მექსიკური და ასე შემდეგ სამზარეულოების
მიმდინარეობა ის რომ ეს სიმინდი, ფარში ეს ყველაფერი ერთად კი ბატონო. ნიგოს კინოა დამავიწყდა კიდე. ხო, კინოა შეგვიძლია ბრინჯით ჩავანაცვლოთ, შეგვიძლია ბულგურით ჩავანაცვლოთ. აქ ეხლა უბრალოდ მაგრამ აუცილებელია ეს ცოტა ნახშირწყალი. კი, მე მიყვარს, როდესაც აქვს და ნიგოსაც ვამატებ, იმიტომ რომ ეს სულ მაკლია ხოლმე სიკნატუნე რაღაც კერძებში. მიყვარს რომ რაღაცა ხრაშუნობს, ხო? ხეჭია, ხო. კი, ასევე შეგვიძლია რომ მუხუდო გამოვიყენოთ, ქილის და ისიც ასე მოვბრაწოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. დილამშვიდობის მაყურებელს სამო როგორი არომატებია, უცხო, არა ნაცნობი, ხო, როგორც არა, ნუ ჩემთვის არ არის ხო ეს ნაცნობი. თუმცა ჩვენ რაღაც ესეთი მსგავსი გაგვიკეთებია უკვე ლობიოთი და რაღაცეებით, ანუ მართლა მექსიკური სამზარეულოდან. დღეს კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ვამზადებთ ესე ვთქვათ გულსარც ჩვენი გოგრისთვის, რომელიც წინასწარ გამოვაცხეთ დაახლოებით 20 წუთის წასმული და შეგიძლიათ აეროგრილი გამოიყენოთ, ან შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ღუმელშიც იგივენაირად გამოაცხოთ. ერთი გამოვაცხეთ ჯერ და მეორე წხვება. კი ბატონო. ჩაგფრიტოთ თანამასობაში, კი, კარგად გამოიყურება ესეც უსად არის. აქ ერთ ტაფაზე ჯერ მოვხალეთ, ცოტა მოვშუშეთ, უბრალოდ ანუ ყველა ინგრედიენტი უნდა წინასწარ მოვამზადოთ და შემდეგ უბრალოდ ყველთან ერთად ცოტა ხანი კიდე დავაყოვნოთ ღუმელში და აქედან გამომდინარე ფარშიც მოვამზადეთ, დავამატეთ ბულგარული და დავამატეთ ოხრახუში და მწვანე ხახვი. მომიტევთ ფარში იყო მხოლოდ საქონლი? კი, ფარში იყო მხოლოდ საქონლის და სხვათა შორის ყოველთვის ყველა ჯერზე ჩვენ სამზარეულოდან ჩვენ აღნიშნავთ და არაერთხელ უკვე მოგიღებით კიდევაც რომ გუდვილის ხორცი არის მოწოდებული ქართველი ფერმერებისაგან. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია რომ დახლზე განთავსებამდე გადის ლაბორატორიულ შემოწმებას და სწორედ ასეთი საქონლის ფარში არის დღეს ჩვენთან სტუდიაში. რა თქმა უნდა, ცოტა ზეითუნის ზეთი გამოვიყენეთ ამის მოსახალად, უბრალოდ მოსათუშად. ეს არის იტალიური ბრენდის ფარკიონეს ზეითუნის ზეთი და შემდეგ დავამატე ბულგარული, თუმცა შეგვიძლია რომ ბულგარული არც მოვშუშოთ, შეგვიძლია რომ პირდაპირ ესე უმი მოვათავსოთ ფარში, აქ მოვხარშეთ მწვანე ხახვით რო დაამატე, ეგეც გითხარი, მწვანები. მწვანე ხახვი და ოხრახუში დავამატეთ, კი ბატონო, ასევე დავამატეთ პაპრიკა, დავამატეთ შავი პილპილი და მარილი. დანარჩენი ხა თქვენი გემოვნების საკითხია, როგორც გნებავთ და ეს ყველაფერი ხა ერთმანეთს რომ შევურიოთ, მივიღებთ უკვე მზა ფარშს იმისთვის, რომ გადავიტანოთ გოგრაში და დავამატოთ გახეხილი ყველი. აქ გვაქვს იქნება კონსისტენციით. არა, ყველი რო დაადნება, კი და თან აი ეს რბილობით ქვევიდან ამოავსებს. ქილის სიმინდს რაც შეეხება, ისიც ასევე ცოტა ხანი მოვხალეთ პაპრიკასთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. ყველაფერს მოკლედ თავისი ესეთი გემო უკვე მივეცით. კინოასაც რა თქმა უნდა დავამატეთ ცოტა მარილი და წიწიბურის პრინციპით იხარშება 1-2-თან და ესეთ ფარში და ასევე მოვხალეთ ნიგოზი. ნიგოზიც სიკნატუნისთვის და ეს იქნება ჩვენი გოგრის გულსარცი და ეხლა ერთად ავაწყოთ. არა, რა ვიცი, არ ვიცი ეს რა უნდა. შემოდგომის. შემოდგომაზე, ხო, აი რომ გინდება ცხელი საკვები, გინდება უფრო მეტად ცხიმიანი, იმიტომ რომ აცივდა. და ეს არის ძალიან სეზონური საკვები, ესე გამოდის გოგრა თავისთავად თავის საქმეს აკეთებს. კი, ნამდვილად და თან ისეთი ლამაზია და უცხო პრეზენტაცია აქვს ამ შემთხვევაში. თუმცა ეხა გოგრა მართლა ესე დაჭრილად შეგვიძლია რომ ნებისმიერ მომენტში კარტოფილიც ჩავანაცვლოთ და პირდაპირ ასე დაჭრილი მივირთვათ. ძალიან გემრიელია ქათამთან, ნებისმიერ ხორცს უხდება, ძალიან უხდება რაღაცა კომშთან ერთადაც, ანუ სხვადასხვა არომატები იხსნება და ესე ძალიან პიკანტური გამოდის კი. და მე ძალიან მიყვარს მსგავსი პროდუქტების ერთმანეთთან არევა და აქაც არის ახლა აბსოლუტურად რაც გაქვთ მაცივარში,
იქიდან გამომდინარე, შეგვიძლია ქათმის ხორციც ჩავანაცვლოთ ფარში, შეგვიძლია საერთოდ ესეთი გავაკეთოთ სამარხო ვერსია ამ შემთხვევაში და მხოლოდ ბოსტნეულით და ფანტაზია უკვე აქ ესეთია. რაც გვენებოს, შეგვიძლია ის დავამატოთ. შენ დღეს თუ გნებავს ხორცის გარეშეც დიახ, თუ შენ შეგანე დავაგემოვნო ხორცის გარეშე და კი ბატონო, იყოს შედარებით სამარხო. შედარებით არა სრულად. სრულად სამარხო, კი ბატონო, გავითვალისწინებთ, აგერ კიდე გვაქვს რამდენიმე გოგრუშკა აეროგრილში. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ფილმში და კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით უკვე მზა კერძით პრინციპში შეიძლება რომ შევიჭყიდოთ კიდევაც ერთი გოგრა მანამდე გამოვაწყე და ასე გამოიყურება უკვე ყველ შემომდნარი ჩვენი ძალიან ლამაზი ვიტყოდიალურად გოგრა კი ახლა შევეცდები კი არის ცხელი მაგრამ გადმოვიღებ და მინდოდა კიდევ ერთი რამ დამემატებინა იმიტომ დავიტოვე ეს ერთი პატარა გოგრა რომელიც უნდა გამოვაცხოთ соуსი რომელიც მოვამზადე უკვე წინასწარ მქონდა მოსხმული და იქნება მშრალიო. ხო და რატომღაც მაყურებელს არ გავუზიარე ძალიან მარტივია. დაგჭირდება მხოლოდ დიჟონური დოგვი, დაგჭირდება ზეითუნის ზეთი და დაგჭირდება ცოტა ძმარი, ან ისევ ლიმონის წვენი და შეგვიძლია დავაბლენდეროთ კიდევაც, ან შეგვიძლია უბრალოდ ხელით ავთქვიფოთ და ეს იქნება ის соуსი, რომელსაც საკმაზე ესე ვთქვათ, რომელიც შეგვიძლია ან პირდაპირ ჯამში დავამატოთ, ან ზემოდან მოვასხათ, შემდეგ ასე მოვათავსოთ ზემოდან ამ კერძს. გახეხილი ყველი და გავუშვათ ღუმელში გამოსაცხობად და ყველა ის პროდუქტი, ასევე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, წარმოდგენილია საიტზე goodwill.g, შეკვეთა ხდება როგორც ონლაინ საიტიდან, ასევე აპლიკაციით და მიწოდება ხდება ძალიან მოკლე დროში. და რაც მთავარია ეს მოკლე ეს გემრიელი კერძები გამოდის მაშინ, როდესაც პროდუქტი არის ძალიან ხარისხიანი, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.